Tamta Mikeladze, მაჩალიკაშვილების ადვოკატი ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი დღეს დუმარე პროტესტი იყო პარლამენტთან თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და მისი უფლებების დამცველები პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. Tamta რა პერსპექტივა აქვს მაჩალიკაშვილის საქმეს? Ანუ რა უნდა დადგინდეს, რას ელოდებით თქვენ გამოძიებისგან? მოგესალმებით, ჩვენ ამ საქმეს ხედავთ, რომ თითქმის 1 წელი გავიდა გამოძიების დაწყებიდან, თუმცა რაიმე ხელშესახების შედეგი პროკურატურამ ამ დრომდე ვერ წარმოგვიდგინა. არსებითი ხასიათის ხარვეზები არის დაშვებული გამოძიების ფარგლებში, რაც არსებითად სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების უკანონო მონაწილეობას აჩვენებს გამოძიების პროცესში. თავდაპირველადვე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღება სუსმა მოახდინა, რომელმაც იმთავითვე შეკრებილი მტკიცებულებების ვალიდურობა იშქვეშ დააყენა და ასევე მოხდა მტკიცებულებების ნაწილის ფაბრიკაცია ან განადგურება, რამაც ხელმეორე ექსპერტიზების ჩატარება ამ მტკიცებულებებზე შეუძლებელი გახადა. დღემდე მაჩალიკაშვილებს არ აქვთ დაზრაებული უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც ჩვენ გვირთულებს ცალკეული უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. ჩვენ არ აგვაქვს წვდომა საქმის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, მათ შორის სპეცრაზმელების ჩვენებაზე, სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ იმთავითვე ვაყენებდით გამოძიების ფარგლებში საკითხის ამგვარად ვაყენებდით საკითხს, რომ გამოძიებას უნდა შეესწავლა არა მხოლოდ სროლის, აუცილებლობის და კანონიერების საკითხი, არამედ თავად სპეცოპერაციის ამგვარად დაგეგმვის კანონიერების საკითხიც. თქვენ კარგად იცით ფაქტობრივი დეტალები, 26 სპეცოპერაციამდე წინა დღეებში თემირლან მაჩალიკაშვილი თავის სოფელში იმყოფებოდა, სახლში მამას ჭალაში ეხმარებოდა, შემდეგ ის მეჩეთში ლოცულობდა, რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა ღამით ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარების არ არსებობდა და იმთავითვე ეს ფორმა ამ და მასშტაბი სპეცოპერაციის მომეტებულ რისკებს ქმნიდა ადამიანის უფლებებისთვის და სამწუხაროდ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც მივიღეთ. ტრასოლოგიური და სხვა ტიპის ექსპერტიზის შედეგები აჩვენებს, რომ მაღალი ალბათობით აჩვენებს, რომ გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ ლოგინში იწვა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ასე თქვათ მის ოთახში შევარდნა და სროლა განხორციელდა თანადროულად მყისიერად გაფრთხილების გარეშე, რაც ცხადია, რომ არის ძალიან მძიმე დარღვევა სიცოცხლის უფლების და უნდა ითქვას, რომ მაჩალიკაშვილის საქმე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სიცოცხლის უფლების დარღვევის პირველი ნეგატიური საქმეა, როდესაც თავად სახელმწიფო მოხელეებმა ჩაიდინეს დანაშაული. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს საქმე არის უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევა, ხო, უკიდურესად მძიმე შემთხვევა, რომელიც ფუნდამენტური უფლების დარღვევას შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური კონტექსტიც იმის გამო, რომ პირველივე დღეებში ადგილობრივი მოსახლეობა ლაპარაკობდა დობის პრობლემაზე, იმაზე, რომ სწორედ ასეთი რეპრესიული პოლიტიკა, სპეცოპერაციების პოლიტიკა ამ ხეობაში, რომელიც წლების განმავლობაში ხდება, მათ დაუცველობას იწვევს და პრინციპში მაჩალიკაშვილის საქმე ყველაზე თვალსაჩინო საქმე აღმოჩნდა, რომელმაც ჩვენი ხედვა პანკისზე შემოატრიალა და ამ რეპრესიული თუ სოციალურ კონტროლზე ორიენტირებული პოლიტიკის ხედვის სიმძიმე დაგვანახა, რომ სწორედ საკუთარ ოჯახში, საკუთარ ოთახში ღამით მოკლული ახალგაზრდები შეიძლება მივიღოთ ამ პოლიტიკის შედეგად და ცხადია ეთნიკური ფაქტორი და სოციალური ფაქტორი ასევე ჩანდა ამ საქმეში. ამ საქმეში მწვავედ დადგა იგივე სუსის მანდატის საკითხი. თქვენ იცით, რომ ეს არის ყველაზე დახურული უწყება, რომელსაც ყველაზე დიდი ძალაუფლება აქვს და ის სამთავრობო და საპარლამენტო კონტროლსაც კი სუსტად ექვემდებარება. ეს სპეცოპერაცია დაიგეგმა, ჩატარდა, საგამოძიებო ნაწილი მხოლოდ ერთი უწყების მიერ განხორციელდა, რაც ცხადია დემოკრატიის პრობლემას ქმნის, მაგრამ აი ამ ბევრი კონტექსტის მიუხედავად უფლებრივი, სოციალური, თქვათ იგივე სამართლებრივი სისტემების და პოლიტიკური სისტემების მიუხედავად ჩვენ ხედავთ, რომ რაიმე ინტერესი მართლ პოლიტიკურ გუნდში, რომ ამ საქმეს სათანადო პასუხი გაეცეს, კონკრეტული პირები დაისაჯონ, არ ჩანს და ჩვენ 1 წელია ვხედავთ მაჩალიკაშვილის
მაჩალიკაშვილების ოჯახის და თემურლენ მაჩალიკაშვილის მამის ბრძოლას სამოქალაქო უფლებებისთვის. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა გარკვეულწილად, როდესაც ქისტი ადამიანი სახელმწიფოს ელაპარაკება როგორც მოქალაქე და ის ამბობს, რომ მას სურს პოლიტიკური სამართლებრივი მექანიზმებისთვის ბრძოლა, სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის, მაგრამ ეს ასეთი მნიშვნელოვანი მაგალითიც კი სახელმწიფომ ვერ მოიხელთა, მისი სოციალური მნიშვნელობა ვერ წაიკითხა და ელემენტარული კომუნიკაციაც კი ვერ აწყო ოჯახთან ხელისუფლებას. აი ხა რას ელოდებით? ხვალ იქნება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა. რა უნდა თქვას ამ დასკვნამ, აი თქვათ, რა ტიპის მოbrunება შეიძლება იყოს ის აი ამ საქმეში? მართალი გითხრათ, ჩვენ სკეპტიკურად ვართ მათ შორის ამ დასკვნის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ თითქმის 5 და მეტი თვეა ველოდებით ამ დასკვნას და რატომღაც ეს პროცესი გაუგებრად გაჭიანურდა. ჩვენი დამოუკიდებელი ექსპერტები, უბრალოდ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომელიც ამ საქმეში არიან ჩართულები, ცხადია ისინი განმარტებას გააკეთებენ. ყველა აქამდე არსებული მტკიცებულება ჩვენთვის მიუთითებს იმაზე, რომ სროლის მომენტში მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყო, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ყურსასმენი, სატელეფონო ოპერაციები აჩვენებს, რომ თქვათ ის სავარაუდოდ მას ეძინა და ამავდროულად ყურსასმენები ჰქონდა, რაც საერთოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ვერც კი გაიგებდა, როგორ მოხდა მის ოთახში შევარდნა. ამდენად და იგივე კვალი ხო მის თავზე, ბალიშზე, საწოლზე მიანიშნებს იმაზე, რომ ის ნამდვილად მწოლიარე მდგომარეობაში იყო. დღეს ექსპერტიზა რაც დასწერს ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ამას სამართლებრივ შეფასებას მივცემთ მოგვიანებით დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან, ჩვენ ვარაუდობთ საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასაც ამ პროცესში. ამდენად ვნახავთ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩვენ ამ საქმეში პოლიტიკური ელემენტი შემოვიტანეთ და პრინციპში ვთხოვთ უკვე საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს ამ საქმეზე შეხვედრების ციკლს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თამთას რეკლამა გვაქვს ეთერში, რეკლამის